ჩვენ სტუდიაში ელისა ჯარიაშვილი იყო, რომელიც მინსკის მოლაპარაკებებს ესწრებოდა. ახლა კი საქართველოში პირველი უკრაინელი დევნილები გამოჩნდნენ. კვანცა სუთიძე დედაშვილს შეხვდა, რომელებმაც ცეცხლის ქვეშ გამოაღწიეს კონფლიქტის ზონიდან და დახმარებას ითხოვენ. 4 წლის ვანია ერთი თვეა ახალ ბაღში მიიყვანეს. ბავშვებს ვერ ეკონტაქტება, მათ რუსული არ იციან, ვანიამ კი ქართული. უკრაინიდან ომს დედამ გამოარიდა თბილისში, დასახლდნენ და უცხო გარემოში ადაპტირებას ცდილობენ. ქართულ ბაღში მივიყვანე, რომ ენა მალე ისწავლოს. აქ მთელი დღეუვლიან საჭმელს აჭმავენ. ეს დიდი შეღავათია ჩემთვის. ყოველთვის მესმოდა, რომ უკრაინელები და ქართველები გვერდში ედგნენ ერთმანეთს. ამიტომ აქ ჩამოვედით. მეგობრების და ნათესავების გარეშე სრულიად მარტო დარჩენილმა ვიქტორიამ ერთი ოთახი სამგორში იქირავა და ცხოვრება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მეზობლად დაიწყო. საქართველოს დევნილთა სამინისტრო თვეში 300 სოცლარს უხდის ამ თანხით. ვიქტორია ბინის ქირას ისტუმრებს, დარჩენილი ნაწილით კი დედაშვილს თავი მთელი თვე გააქვთ. არენდუემ. არავინ ყავს, ვინც უკრაინიდან ფულს გამომიგზავნის. მარტო ვზრდილ ანიას. აქ მუშაობის დაწყება მინდა, მაგრამ ენა ასე უცებ ვერ ვისწავლე. ძალიან გვიჭირს, მაგრამ ამაზეც ძალიან მადლობელი ვარ, რომ ქართველებმა თბილად მიგვიღეს და დაგვეხმარნენ. Иди, показывай, где ты живешь. Вперед, ты же хозяин. Проходите, давай, какой тебе мультик включить? მატერიალური გაჭირვების მიუხედავად ახლა მშვიდად ძინავს და მუდმივი შიშით ცხოვრება აღარ უწევს. Люди живут в страхе. არ მინდოდა ჩემი შვილი სიცოცხლე საფრთხეში ჩამერდო. ქალაქები და სოფლები გამუდმებით იბომბება. ბავშვები სარდაფებში იმალებიან. მუდმივი შიშია. ჩემი ბიძაშვილი დაიღუპა ომში. ასევე ჩემი ბევრი მეგობარი. ეს ძალიან დიდი ტრაგედია. არავის უნდა ომი. მოსახლეობა ზარალდება ყველაზე მეტად. Тяжело это все, война это всегда ужасно. ვიქტორია თავად არმიაში მსახურობდა. 3 წელი ჯარისკაცი იყო და საზღვრებს იცავდა. შვილის გაჩენის შემდეგ სამსახურს თავი დაანება. მისი ყველა თანამშრომელი ბრძოლის ველზეა. თავად პატარა ვანიას გამო ეს ნაბიჯი არ გადადგა. ჩემ შვილს მარტო მე ვყავარ. ვერ წავიდოდი ომში. ისე მენატრება ჩემი სახლი, ვცდილობ არ შევიმჩნიო, მაგრამ ემოციებს ვერ ვიკავებ. Никогда бы не подумал, что так придется все бросить и ехать куда-то. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთი პერიოდი დამიდგებოდა ცხოვრებაში. გუშინ მამა ჩემი დაასაფლავეს. ისე მოკვდა იქ ვერ ჩავედი. უკრაინაში მარტო დარჩენილ დედას სკაიპით ხშირად ელაპარაკება. მისი მშობლების სახლი ხერსონთანაა ახლოს. რას ამბობენ დედა, რა ხდება? ძალიან შეშინებულია ხალხი, ამბობენ ახლა ჩვენსკენ შეიძლება გადმოვიდეს საბრძოლო მოქმედებებია. ამ შეთანხმებაზე რას ამბობენ? ბევრს არ სჯერა, მშვიდობა მხოლოდ ფურცელზეა. სანამ არ დავწმუნდები, რომ ყველაფერი დასრულდა, მხოლოდ შეთანხმებას და პოლიტიკოსებს ვერ დავუჯერებ. ვიქტორია ცდილობს პატარა ვანიას აუხსნას, რატომ არიან სხვა ქვეყანაში ბებიასგან შორს. პატარა ვანია ვერც იმას ხვდება, რატომ ტირის დედა ასე ხშირად. სულ ბებოს ახსენებს, ასე ეფერება სკაიპით. Почему ты плачешь? Хватит меня отпускать. Ты что плачешь, мама? Я хочу у тебя сопли эти მის მეზობლად ქალბატონი მარგო ცხოვრობს. თავის სახლში რომ შევიდეს, ჯერ ვიქტორიას ოთახი უნდა გაიაროს. ამიტომ მათთან ხშირად სტუმრობს. თავად აფხაზეთიდან დევნილს კარგად ესმის უკრაინელების გასაჭირი. ჩამოვედით, როგორ იმედი მქონდა, დაუბრუნდები და არაფერი დაუბრუნდი უკეთ არაფერი არა. ამასაც იმედია, რომ დაწყვარდება, მაგრამ არაფერი არა ჯერ. ვიქტორიას მსგავსად უკრაინიდან საქართველოში მრავალი ოჯახი ჩამოვიდა. ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ინიციატივით მთავრობას მიმართა დაჩქარებული წესით მიენიჭებინათ ტოლვილებისთვის ჰუმანიტარული სტატუსი. სამინისტროსგან დახმარება სულ 500-მდე უკრაინელმა ითხოვა. ჩამოსულები აკითხავენ გაეროს ტოლვილთა უმაღლეს კომისარსაც. სულ უკრაინიდან მილიონამდე ადამიანი გახდა ტოლვილი. უმრავლესობამ თავი ევროპაში აფარა. საქართველოში უკვე მიენიჭა ჰუმანიტარული სტატუსი 346 ადამიანს. ძიმია მათი სოციალური მდგომარეობა, მაგრამ პირველ რიგში უზრუნველყოფთ იმას, რომ მათ არანაირი საფრთხე არ შეექმნათ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება უკვე მესამედ გამოაცხადეს. ამიტომ ჯერჯერობით ბუნდოვანია, როგორი იქნება ლტოლვილების მომავალი.
არიციან რამდენად შესრულდება ეს შეთანხმება, მიეცემათ თუ არა უკან დაბრუნების უფლება ან რამდენად შეძლებენ სხვა ქვეყნებში ინტეგრაციას. ვანია კი ქართული სწავლას დედასთან ერთად ცდილობს. თვლად ლექსები უკვე იცის. Деда чеми, твои мама чеми. Скажешь, с головами, да, значими. Да, Петя? И чего и сами вот и хоть я видела отхать.